აი მეგობრებო, ახლა ჩვენ ვართ ქალაქ გენჩში. ეს ქუჩა არის ფიარად სტუდენტები. ნახეთ, ახლა ქუჩაში ყველა დაანახე, იქეთ რამდენი სტუდენტი დადის. აგერ კაფეში რა ხდება. აი ამ გესაქვე სტუდენტობას ვაქვენ. თავიაროთ. სულ სტუდენტები. აბსოლუტურად სულ სტუდენტები და მინდა ერთი რამ თქვა ახლა განსხვავება რაც არის. აქ ახლა ვინც არის სტუდენტი. 99% თვითონ აქ არჩეული რა უნდა გამოიყენოს. აი ჩვენთან რომ ბებია, ბაბუა, მეზობელი ჩერება, იურისტობა ჯობია. შენ იურისტი უნდა გამოხიდე. არა შვილო შეკპილის ექიმი, ვიდა ფულსი შოვი ბებს. ამათ ახლა სულას თვითონ არჩეული სპეციალისტი. და კიდევ ერთის რამ სხვაობა შევამჩნიე, ეს ქართველმა სტუდენტებმა გავიცანია მომიყვენ. აბსოლუტურად ახლა აქ ვინც სწავლობს. აბსოლუტურად ვინც სწავლობს. 99% რომ დაამთავროს ინსტიტუტს, მიიქეთ ჩვენი აი რომ დაამთავრებენ ინსტიტუტს. აბსოლუტურად 99% დაიწყებს იმ სპეციალობით მუშაობას, რაც დაამთავრა ჩვენგან განსხვავებით. რო დისტრიბუცია და ტაქსის შოფრობა ვქნა. აი ესა ტრაგედია და თავიდან თავი რა. აი რეფორმა უნდა იწყობოდეს ასე, რომ ყველა სტუდენტს, რომელიც დაამთავრებს, ქონდეს საშუალება იმუშაოს იმ სპეციალობაზე, რა სპეციალობას დაამთავრა. ხო, აი ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან ამთავრებ ინსტიტუტს და всё. არავის შეზე პასუხისმგებელი არაა. რომ შენ რამეს დასაქმდები და თვით რეალიზებას მიაღწევ. ამაზე კაცი შვილი არაა პასუხისმგებელი. შეგადეთ რა ლაღები არიან, რა ბედნიერები არიან. არავინ არ მიჩერებია ერთმანეთს იმას რა აცვია, უი. მე ბოსი მაცვია, ვაიმე იმაზე გიაცვია. აი თავისუფლები, ბედნიერები, არერებიან მშობლები მათ ცხოვრებაში და თვითონ გაიყვალავენ ესენი გზას. ჩაკეთეთ რა. აი ამას ქვია სტუდენტური ქალაქი, ქუთაისში რომ 300 სტუდენტი ჩამოვუყანენ და შეყარეს 200-ზე. აი იგი აბა აი შეკეთეთ ნახო დათქვით ეს გვინდა აი ესა ევროპა შეხედეთ და ერთი რამეს დავამატებ ახლა რეპორტაჟი ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი თქვენი დედა ამ გენჩი ახლა სწავლობს ინჟინერიც ხატვარიც ფილოსოფოსი თქვენი შვილი რაზეა? სოციალური. აი ყველანაირი სპეციალობებია რა. ყველაფერი. თუ რა მიარსებოს, ექიმი არსებობს, თუ რაცა სიკვდილი რო უნდა, იგიც ადაშე. საქართველოს რაცა სიკვდილი უნდა, იგიც ადაშე. მაგრამ არის ყველაზე თავარი ერთი რამ. იციან რამდენი სპეციალისტი, თქვათ რამდენი ინჟინერი უნდა ბელგიას. აი გამოუშვებენ იმდენ ინჟინერს. პლუს მინუს 2%-ით. აი ესაა განათლების რეფორმა, ამისკენ მოგიწოდებ კუბახიძე მეტი არა, ჩემთვის მაინც გააკეთო, მაგრამ მაინც გეუბნები. ეგი მაინც გაგლახული შედედა აფეთქებული. ეგი მაინც ხო გაგოიზახე მიუნხენში ვსწავლობდი. მადლობ ყურადღებისათვის.